ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1960 წლის 22 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა სერგეიევიჩ ხრუშჩოვმა წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს, რომელშიც მადლობა გადაუხადა მას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობას 4 მამაცი საბჭოთა ჯარისკაცის გადარჩენისთვის, რომლებიც მრავალი დღის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას და გაჭირვებას წყნარი ოკეანის სივრცეებში. ამერიკელ მეზღვაურთა კეთილშობილური ქცევა, საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მზრუნველობა საბჭოთა ადამიანებს მიაჩნიათ იმ მეგობრული ურთიერთობების გამოხატვად, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის ვითარდება. აფხაზეთის მეფუტკრეებში დიდი ენთუზიაზმი და აღტაცება გამოიწვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 21 ეპრილობისა და ცენტრალური კომიტეტის პლენუმის გადაწყვეტილებებმა მეფუტკრეობის შესახებ. სულ უფრო ფართოდ აჩაღებენ სოციალისტურ შეჯიბრს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების 7 წლიანი გეგმის ვადამ. მათ იგისრეს ვალდებულება მომდევნო წელს საზოგადოებრივ საფუტკრეებში ფუტკრის ოჯახები 18500-მდე გაზარდონ და თითოეულ ფუტკრის ოჯახზე მიიღონ 18 კილოგრამი თაფლი. სულ კი მიიღონ 180 ტონა. ერთი წელია საფუძველი ჩაეყარა რუსთავის სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხნის და ჩეხოსლოვაკიის ოსტროვო-კუნჩისკის კლემენტ გოტვალდის სახელობის მეტალურგიული კომბინატის კოლექტივებს შორის მეგობრობას. ფურცელ საკლინავის საამქროს კომუნისტური შრომის ბრიგადას ნოდარ ყურატაშვილის ხელმძღვანელობით სოციალისტური შეჯიბრი აქვს გამოცხადებული ჩეხი მეტალურგის მიროსლავ ბილკის ბრიგადასთან. უშინ ნოდარ ყურატაშვილის სახელზე ჩეხოსლოვაკიიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც მიროსლავ ბილკი მას ატყობინებს, რომ მისმა ბრიგადამ მიიღო სოციალისტური შრომის ბრიგადის სახელწოდება. მის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველ და ჩეხ მეტალურგთა შორის სოციალშეჯიბრებამ. ჩეხი მეტალურგები რუსთაველებს თავაზობენ ახალი ძალით გააჩაღონ სოციალისტური შეჯიბრება, რომელიც ხელს შეუწყობს მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას. სიონის წყალსაცავის მშენებლობა სახალხო მშენებლობად არის გამოცხადებული. მის მშენებლობაში ებმებიან ახალ-ახალი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქ დაგროვდება 35 მილიონი კუბური მეტრი წყალი, რაც გაცილებით მეტია ვიდრე თბილისის ზღვაში. ივრის ხეობას ჩაკეტავს 72 მეტრის სიმაღლის კაშხალი. იური მორწყავს 80,000 ჰექტარ მიწას გაჩიანის, საგარეჯოს, კაჭრეთისა და მელაანის ტერიტორიებზე. გადმოიცემოდა 1960 წლის 22